მთელი ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმებს მოიპოვებს, პრეზიდენტი ვეღარ შეძლებს ახალი მთავრობა პარლამენტთან შეთანხმების გარეშე დანიშნოს. საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა ითვალისწინებს იმ 6 თვიანი შეზღუდვის მოხსნასაც, რომლის დროსაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს. არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხე, მთავარ კითხვას ვახტანგ ხმალაძე უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში პოლიტიკური ცვლილებებისა და საშიშროებების შესახებ რადიო თავისუფლების ჟურნალისტთან სალომე ასაფიანთან ვისაუბრებთ. წლის პირველი სტუმარი ვახტანგ ხმალაძე უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშობისა გილოცავთ ახალ წელს და შობას. გილოცავთ პირველი სტუმარი ხართ 2013 წლის. დავიწყოთ მთავარი კითხვით ბატონო ვახტანგ. არის თუ არა დღეის მდგომარეობით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხე? არა მხოლოდ თეორიული, მაგრამ არის თუ არა რაღაც პროცენტით პრაქტიკულადაც ამ საფრთხეზე საუბარი? რასაკვირველია არის. და ამ საფრთხის თავაზე საუბრობდით დაახლოებით 8 წელიწადია. მას მერე რაც 2004 წლის თებერვალში კონსტიტუციაში შევიდა ის ცვლილებები, რომელთაც პრეზიდენტს ჩაბარდა თავიანთ ფეხიანად პარლამენტის და მთავრობას. საქმე ის გახლავთ, რომ პრეზიდენტმა უზარმაზარი უფლებები მოიპოვა იმ ცვლილებების შედეგად, რომლებიც დღემდე მოქმედებს. აი ამ წუთასაც მოქმედებს ეს ცვლილებები, ეს უფლებები და აქამდე თუ არ დადგა ის პოლიტიკური კრიზისი, რომლის საფრთხეც ახლა არის, შედეგია იმისა, რომ მთელი ამ თითქმის 9 წლის განმავლობაში პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა ეკუთვნოდა ნაციონალურ მოძრაობას, რომლის თავმჯდომარეც არის პრეზიდენტი. მაგრამ როგორც კი შეიცვალა ვითარება და როგორც კი პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა უმცირესობაში, მაშინ უკვე დადგა ეს საფრთხე და რა არის ეს საფრთხე? აი დათლად რო დავანახოთ საზოგადოებას. ეს საფრთხე არის ასეთი. პრეზიდენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ერთი ხელმოწერით ყოველგვარი ახსნა განმარტების და დასაბუთების გარეშე თანამდებობიდან გადააყენოს პრემიერ-მინისტრი, ანუ მთელი მთავრობა. და გადააღეს და პარლამენტს წარუდგინოს ახალი მთავრობის შემადგენლობა. თითქოს ნორმალურია რა, შეიძლება გადააყენოს მთავრობა და შემდგომ პარლამენტს წარუდგინოს ახალი. მაგრამ თუ პარლამენტმა სამჯერ არ გამოუცხადა ნდობა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას, მაშინ პრეზიდენტი თვითონ ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს ისე რომ პარლამენტს აღარაფერს ეკითხება. ახლა პირველი 6 თვის განმავლობაში პარლამენტის არჩევნებიდან, ანუ 2 აპრილამდე პრეზიდენტს არ აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება. მაშასა და მეხლა რო წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება, აი ხვალ პრეზიდენტმა რომ დაწეროს ბრძანებულება, რომ გადაყენებულია მთელი მთავრობა. ამის შემდეგ დაახლოებით 25-27 დღე დასჭირდება სამჯერ პარლამენტისთვის მთავრობის წარდგენას, ამის მერე დანიშნავს თავის მთავრობას. 2 აპრილამდე ის პარლამენტს ვერ დაითხოვს, მაგრამ 2 აპრილს შეუძლია კიდევ ერთხელ წარუდგინოს იგივე მთავრობა. პარლამენტი ისევ არ გამოუცხადებს ნდობას, დაითხოვს პარლამენტს, დანიშნავს რიგარეში არჩევნებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის მართვა ჩაბარებული ექნება იმ მთავრობას, რომელიც დანიშნა პრეზიდენტმა, ანუ იმ მთავრობას, რომელსაც არ აქვს პარლამენტის უმრავლესობის და შესაბამისად ხალხის უმრავლესობის ნდობა. აი ეს იყო ყველაზე დიდი დარღვევა, რომელიც 2004 წელს გააკეთდა. ჩვეულებრივ როგორ ითვლება, რომ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს ის, ვისაც ხალხი მეტად უჭერს მხარს, ხო? მთავრობას მერე ეს უმრავლესობა ქმნის, ან მისი თანხმობით იქმნება, ესე იგი მთავრობა გამოხატავს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის ნებას. აი ამ უფლებით, რაც პრეზიდენტს აქვს, მას შეუძლია უგულებელყოს ხალხის ნება და დანიშნოს თავისთვის სასურველი მთავრობა. აი ეს რომ ასე არ მოხდეს, ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს რჩება მთავრობის გადაყენების უფლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა მის მიერ წარდგენილ
ახალ მთავრობას პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და მთავრობად უნდა დარჩეს აი ეს მთავრობა, რომელიც პრეზიდენტმა გადააყენა. შემდგომ გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები და უკვე ახლად არჩეულ პარლამენტს კვლავ წარუდგინოს მთავრობა და თუ პარლამენტი იმ მთავრობასაც არ გამოუცხადებს ნდობას, მაშინ ისევ ექნება პარლამენტის დათხოვნის უფლება. მთავარი იდეა აქ არის ის, რომ ქვეყანას არ მართავდეს მთავრობა, რომელსაც არ აქვს თავისი მოქალაქეების მხარდაჭერა. აი ეს არის ჩვენი იდეა. მაგრამ ბატონო ვახტანგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ გააკეთა ეს, მან არ დაითხოვა მთავრობა ოქტომბრის შემდეგ დღემდე, ანუ 3 თვის მანძილზე. ახლა რა იყო მთავარი мотиваცია პრემიერ-მინისტრის და კოალიციის უმცირესობა გადანაშაულებთ იმაში, რომ შიშის გამო მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? ახლა ჩემი შენ გითხარ, გული მოგიკალო. ასეთი ნათქვამი არის. აი ეს ცვლილება, რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ერთი ნაწილი იმ ცვლილებებისა, რომელიც ოქტომბერში პრეზიდენტის არჩევნები რომ იქნება, იმის შემდგომ უნდა ამოქმედდეს. თავის დროზე 2010-ში, როცა ეს ცვლილებები განახორციელა, ვინ? ნაციონალურმა მოძრაობამ. On თქვენს რომ ესო პრეზიდენტის არჩევნები რო იქნება, მერე ამოქმედესო. თუ სწორი არ იყო ეს ცვლილებები და მიზანშეწონილი არ იყო ამის გაკეთება, რატომ აკეთებდნენ? და თუ მიზანშეწონილი იყო, რატომ მაშინვე არა ამოქმედეს? მაგრამ ნაწილი რატომ გადმოგაქვთ? ჩვენ მივდივართ მინიმალური ცვლილებების გზით. იმიტომ რომ თლიანად ის ნაწილი კონსტიტუციისა, რომელსაც ქვია პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა, თლიანად არის შესაძლებელი და შესაძლებელია არსებით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ოქტომბრის შემდეგ, უკვე როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, მთელი აღმასრულებელი ძალაუფლება გადადის პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ხელში და ჩვენ ვიღებთ თითქმის ისეთივე ძალის პრემიერ-მინისტრს, როგორიც ძალაუფლებას დღეს აქვს პრეზიდენტს. ჩვენ არც ეს მოგწონს. მე რა რომ ჩვენია პრემიერ-მინისტრი. ჩვენ არ მოგწონს, ჩვენ გვინდა რომ იყოს გაწონასწორებული ხელისუფლება. ამის გაკეთებას გეგმავთ. და ეხლა მივდივართ იმ მინიმალური ცვლილების გზით, რომელმაც თავიდან უნდა აგვაცილოს ის საფრთხე, რასაც ქვია პოლიტიკური კრიზისი. იმიტომ რომ თუ პრეზიდენტმა დაითხოვა ეს მთავრობა, მე არ მგონია რომ ამან ასე უმტკივნეულოდ ჩაიაროს. თუნდაც ჩვენ საზოგადოებაში. რაიმე ინფორმაცია ქონდა კოალიციას, როცა ეს ინიციატივა გახდა აქტუალური, იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია ასეთი გეგმა ქონოდა ოპონენტს. ისეთ რა არის, გავიხსენოთ ის ყველაფერი, აი ეს პროცესები როგორ მიდის ახლა. გავიხსენოთ პრობლემები, თქვათ ელჩებთან დაკავშირებით. გავიხსენოთ პრობლემები შექმნილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით. გავიხსენოთ ის ჯერ კიდევ პარლამენტი შეკრებილი არ იყო და როდესაც პრეზიდენტმა აი ეს მოსმენებს ვინც აწარმოებს ისინი რომ გადაიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ეს სამსახური გადაიტანა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იქ სახელმწიფოს უმაღლეს პირთა უზრუნველყოფის საკითხები რომ ეკონომიკის სამინისტროდან გადაიტანა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში რომელიც მხოლოდ მას ექვემდებარებოდა და როგორც კი დადგა საკითხი რომ ის გადავიდეს თავრობის დაქვემდებარებაში როგორი წივილკივილი ატყდა ამის გამო და რა პრობლემები შეიქმნა ისე გავიხსენებ იმელჩებთან დაკავშირებით. არაერთი ასეთი სახის პრობლემა ჩნდება. თუ გავიხსენებთ იმ პერიოდულ გამოსვლებს პრეზიდენტისა, რომლის დროსაც ის იყენებს კვლავ ისეთ ლექსიკას, როგორც პერიოდულად მას შეჩვეოდა ხოლმე დაწყებული მუმიებით და დამთავრებული არ ვიცი კიდევ თქვა რა ტერმინებით. თუმცა ახალი წლის მისი გამოსვლა იყო საკმაოდ შემრიგებული. მაპატიეთ, მაგრამ თქვენი გამოსვლის მეორე ნაწილზე ამბობთ 5 პუნქტიან წინადადებაზე და იმას რაც წინ უძღოდა, ის შემრიგებლური იყო. ის იყო ისევ აგრესიული, ისევ შეურაცხყოფელი და იმას მოყვა ეს. ამიტომ აქ გულწრფელობაზე ლაპარაკი ჩემი აზრით ზედმეტია. შეუძლებელია ერთი გამოსვლისას ერთ ნაწილში ისე მიმართავდე ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს, როგორც მიმართავდა ის და მეორე ნაწილში ის შემრიგებლური წინადადებები თქვა. ესე ცხრის მოსხმული მგლებიც გვინახავს ჩვენ. ასე რომ აქ აუცილებელია იმ საფრთხის თავიდან მოცილება. კიდევ ერთს ვიტყვი და თუ არ აპირებს აი მის გაკეთებას, ვისი რაც შექმნის პოლიტიკურ კრიზისს. მაშინ არ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ამ ცვლილების შეტანას. ხო? ჩვენ ხომ რასაუბრობთ? ხომ ამბობენ ისინი რომ აი ის ტერმინი, რა ქვია, კოაბიტაცია. დიახ. ხო? რომლის გამოყენება არ მიყვარს, გვაქვს ქართული ტერმინი, მოდი ის გამოვიყენოთ. თანაარსებობა, თანაცხოვრება, რა ვიცი.
ხომ მოგვიწოდებს ამისკენ ეს პრეზიდენტი. ხომ ამბობს რომ მე არ მინდა კრიზისის შექმნა. მაგრამ ამის მთქმელმა საკეთებელიც გააკეთოს. თუნდაც სამართლებრივად მოიხსნას ის პრობლემა, რომ ეს ამ რისკის ქვეშ არ დავდგეთ. ხომ არაპირებს ამის გაკეთებას და ამტკიცოს ამითი. ნუ გაუწევს წინააღმდეგობას ამ ცვლილების შეტანას. თუმცა ბატონო ვახტანგ, პროცედურები და დროა საჭირო იმისთვის, რომ ცვლილებებამდე მივიდეს კოალიცია. აღარ ვლაპარაკობ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, რა საკვირველია. თუ კი საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს ასეთ რამეს, რომ დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს თავის მთავრობა, რატომ ფიქრობთ, რომ ის ვერ მოასწრებს ამას იმ ერთ თვეში, ვიდრე საჭირო პროცედურები იქნება გავლილი? თუმცა მთავარ კითხვას ვახტანგ ხმალაძე სარეკლამო ბლოკის შემდეგ უპასუხებს. ვახტანგ ხმალაძე პასუხობს მთავარ კითხვას, ბატონო ვახტანგ, გავიმეორებ ჩემ შეკითხვას. თუ კი ეს საშიშროება საერთოდ არსებობდა და იარსებებს, რატომ ფიქრობთ, რომ იმ ერთ თვეში, ვიდრე პროცედურები იქნება გავლილი საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ვერ მოასწრებს დაითხოვოს მთავრობა, თუ კი მას ეს აქვს გეგმაში? თუ ეს გეგმაში აქვს, ეს რასაკვირველია, შეძლებს დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ ამასობაში ძალაში შევა ეს კონსტიტუციური ცვლილებები და მის მიერ დანიშნულ მთავრობას აღარ ეხნება მართვის გაგრძელების უფლება. ახლა ჩვენ ყველამ კარგად იცის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს 100 მანდატი, არ აქვს 100 ხმა, რომელიც აუცილებელი ამ ცვლილების შესაძლებლად. თუმცა კობადავითაშვილმა თქვა, რომ გვაქვს უკვე საჭირო ხმები. ხო, ნუ მე არ ვიცი. მე რაც ვიცი იმას ვამბობ, მაგრამ მე მჯერა იმისა, რომ დღევანდელ საპარლამენტო ოპოზიციის შემადგენლობაში საკმარისი რაოდენობა არის იმ ადამიანებისა, ვინც კარგად ხედავს იმ საფრთხეს, რაც ასე ვთქვათ, კიდია ქვეყნის თავზე დამოკლეს מחვილივით და თუ ეს მართლაც მოხდა ეს კონსტიტუციური ცვლილების გარეშე და თუ ასე იმოქმედა პრეზიდენტმა, რომ ეს სიკეთეს არ მოუტანს არა მარტო ქვეყანას, ეს სიკეთეს არ მოუტანს იმ საპარლამენტო ოპოზიციასაც. და რომ ძნელად დასაჯერებელია, რომ პრეზიდენტის ასეთ მოქმედებას არ მოყვეს დიდი მღელვარება საზოგადოებაში. ძალიან ვცდილობ, რომ ძალიან ისეთი შერბილებული ტონებით, თქვათ, ვისაუბრო ამ საკითხზე. და მას ბევრი ხედავს. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ნაწილიც დაუჭერს ხარს ამ ცვლილებებს და საკმაოდ სწრაფად გავატარებთ და მოხსნით ამის რისკს, ამ ხიფათს. კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, იცით, შეიძლება არც ამოქმედოს პრეზიდენტმა ეს მექანიზმით, არც გამოიყენოს ეს, მაგრამ თავად საფრთხე, რომელიც კიდია ამ შემთხვევაში აი სტაბილურობის თავზე, თავის დახს ასვამს ხელისუფლების მოქმედებასაც. როდესაც თქვენ სულ მუდამ ელოდებით იმას, რომ აი ხა რაღაცა შეიძლება ჩამოვარდეს, რაც გააფუჭებს ყველაფერს, თქვენი მოქმედებებიც ვერ არის იმდენად ეფექტიანი ხოლმე, როგორც შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც საქმეს აკეთებთ 7 გარემოში, 7 ვითარებაში. ბატონო ვახტანგ, დასავლეთის რეაქცია, იგივე ვენეციის კომისიის რეაქცია, როგორი იქნება ამ ინიციატივაზე, როგორ ფიქრობთ? თავის დროზე 2004 წელს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააძლიერა თავისი უფლებები, მათი მხრიდან იყო ნეგატიური დასკვნა. თუმცა ამას ჰქონდა ახსნა, რომ ახალ მთავრობას ჰქონდა ძალიან ბევრი რეფორმა გასატარებელი. მე რა, მაინც მათი დასკვნა იყო უარყოფითი. მაგრამ დღეს ხომ არ იქნება ასევე კრიტიკული მათი რეაქცია, რადგან ისევ მმართველი ძალა იმტკიცებს საკმაოდ არა ბატონო, არა, აი აქ არის სწორედ შეცდომა. მმართველი ძალა კი არ იმტკიცებს თავის მდგომარეობას. მმართველი ძალა ხსნის დესტაბილიზაციის რისკს. ამ რისკზე სხვათა შორის ვენეციის კომისიაც მიუთითებდა, ევროსაბჭოც მიუთითებდა და ბოლომდე იყო ეს მითითება. აი 2010 წლის კონსტიტუციურ ცვლილებებს მთელი რიგი შენიშვნებით, მაგრამ მაინც ვენეციის კომისიამ დადებითი შეფასება მისცა და ამ დადებითი შეფასებაში აღნიშნული იყო ერთი რამ, რომ აი ეს რისკი, რომელიც აი ეხლა რაზეც საუბრობთ ჩვენ, იმ ცვლილებების შედეგად უკვე აღარ არის. აღარ იქნება ოღონდ წლის ბოლოს. მაგრამ ერთი წლის განმავლობაში საპრეზიდენტო არჩევნამდე ეს რისკი რჩება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ცვლილებას მიესალმება ვენეციის კომისია, არათუ წინააღმდეგობას გაუწევს.
საპრეზიდენტო ვადებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის არის ასთა სხვადასხვაობა, რადგან არის ერთი საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ვადა საპრეზიდენტო არის 4 წლიანი, მაგრამ ასეც ბოდიში უკაცრავად 5 წლიანი. მეორე ჩანაწერიც არის, სადაც კონკრეტული თარიღია უკვე არჩევნების მითითებული და ეს არის 2013 წლის ოქტომბერი. თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაში როგორც კონსტიტუციონალისტს გეკითხებით და არა როგორ პოლიტიკოსს, როგორია ამ ორ პარალელურ ჩანაწერთან დაკავშირებით? ფორმალური წინააღმდეგობა არ არის, თუმცა აქ არის დოქტრინული წინააღმდეგობა. ანუ დოქტრინა სამართლებრივი სახელმწიფოსი არის ისეთი, რომ არც ერთი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება უფრო მეტი არ უნდა იყოს, ვიდრე ეს არის განსაზღვრული კონსტიტუციიდან და კანონით. ჩვენ შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5 წელზე მეტი არ უნდა იყოს, პარლამენტისა 4 წელზე მეტი არ უნდა იყოს. ამას რატომ ვამბობ? იმიტომ რომ თუ ქვეყნის კანონმდებლობა, ძირითადი კანონი, კონსტიტუცია, განსაზღვრავს პარლამენტის ან პრეზიდენტის არჩევნების ფიქსირებულ თარიღს. ეს შეიძლება იყოს ფიქსირებული რიცხვი და შეიძლება იყოს ფიქსირებული თვე. რაც არის ამ შემთხვევაში? რაც ჩვენ შემთხვევაში და პარლამენტზე და პრეზიდენტზეც ორივეზე წერია ოქტომბრის თვე. თუ განსაზღვრავს ესეთ ფიქსირებულ თარიღს, რიცხვს ან თარიღს, ფიქსირებულ პერიოდს და იმავდროულად დასაშვებია, რომ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს. პარლამენტი შეიძლება დაითხოვონ, ხო? და პრეზიდენტი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, პრეზიდენტი შეიძლება გარდაიცვალოს, პრეზიდენტი შეიძლება იმპიჩმენტით გადააყენონ თანამდებობიდან. აი თუ ეს ორი რამ არსებობს, მაშინ უფლებამოსილების ვადა ფიქსირებული თარიღისას ყოველთვის გამოვა ან იმ 5 წლიან ვადაზე მეტი, ან 5 წლიან ვადაზე ნაკლები. აი კონსტიტუციონალიზმის დოქტრინა ამბობს იმას, რომ ისე უნდა განსაზღვრო არჩევნების ვადა, რომ ის არ გამოვიდეს 5 წელზე მეტი. ეს არის აი კონცეფცია. თუმცა ამ შემთხვევაში დარღვეულია. აი ამ შემთხვევაში 2006 წელს, როდესაც კონსტიტუციაში შეიტანეს ეს ცვლილება. და რა ცვლილება შეიტანეს? მანამდე როგორ იყო, იცით, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება პრეზიდენტის უფლებამოსილების, პრეზიდენტის არჩევიდან მე-5 წლის აპრილის თვეში. ეს რას ნიშნავდა? თუ რიგარეში არჩევნები მოხდებოდა, პრეზიდენტის უფლებამოსილების ფაქტობრივი ვადა გამოვიდოდა 5 წელზე ნაკლები. ნაციონალებმა ეს შეცვალეს ასე, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება იმ წლის ოქტომბრის თვეში, რომელ წელსაც იწურება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. რატომ გააკეთეს ეს? გავიხსენოთ, სააკაშვილი პრეზიდენტად არჩეული იყო 2004 წლის იანვარში. შემდეგი არჩევნები მას უწევდა, იმ წესით რომ ყოფილიყო, უწევდა და გადავთვალოთ 2004-დან 5, 6, 7, 8, 2009 წლის აპრილში. და მათ ჩაწერეს იმ წლის ოქტომბერში, როდესაც მას ეწურება უფლებამოსილების ვადა და აპრილიდან გაუგზარდეს ოქტომბრის ბოლომდე ფაქტობრივად უფლებამოსილების ვადა. თუმცა მოხდა ის, რომ სააკაშვილი გადადგა, ხომ ნოემბერში გადადგა, რითაც ცოტაოდენ შეუმცირდა მას უფლებამოსილების ვადა, იმიტომ რომ უკვე მე-5 წელი ახლოს იყო, სამაგიეროდ ისე იანვარში იქნა არჩეული და შემდგომი არჩევნები გამოვიდა 2013 ოქტომბერში უნდა გამართულიყო, რითაც მისი უფლებამოსილების ვადა თითქმის 10 თვით გაიზარდა. აი აქ არის ის დოქტრინის დარღვევა, კონცეფციის დარღვევა, აი კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დარღვევა, თუმცა ფორმალური დარღვევა არ არის, იმიტომ რომ კონსტიტუციის მუხლმა თქვა არჩევნები იმართება იმ წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც და ასე შემდეგ. ანალოგიური ვითარება არის პარლამენტთან დაკავშირებითაც. გაიხსენეთ პარლამენტი როდის აირჩა? მაისში. და არჩევნები როდის გაიმართა? შარშან ოქტომბერში. მაისიდან ოქტომბრამდე 5 თვეა. ანუ პარლამენტმა, წინა პარლამენტმაც 5 წლით გაიგრძელა უფლებამოსილების ვადა. ეს კონცეპტუალურად არის არასწორი. აქტუალურია უკვე საპრეზიდენტო არჩევნების თემა. თქვენ დღეს არ გამორიცხეთ, რომ კოალიციას შეიძლება ყავდეს რამდენიმე კანდიდატიო. განმარტებით კოალიციას ვერ ეყოლება რამდენიმე. მაშინ რა იგულისხმებთ თქვით? რადგან ასე გავრცელდა ყველა საინფორმაციო არასწორი სამწუხაროდ ნათქვამის არასწორი ინტერპრეტირება ხდება ხოლმე და ის რაც თქვათ მე ვთქვი, ჩემი სიტყვებით კი არ ექნა გადაცემული. უკვე
ჟურნალისტის სიტყვებით, რომ შეიძლება სწორად ვერ გაიგო. დღეს ჩვენი კოალიცია ქართული ოცნება შედგება 6 პარტიისაგან. ეს არის რომელმა შექმნეს ჯერ საარჩევნო ბლოკი, რომელიც შეიძლება პარლამენტის შესვლის მერე დაშლილიყო, მაგრამ არ დაიშალა ეს ბლოკი და ის ჩამოყალიბდა საპარლამენტო უმრავლესობად. ანუ ეს არის კოალიციური უმრავლესობა. ახლა მოდის წელს საპრეზიდენტო არჩევნები, გაისად ადგილობრივი არჩევნები. თეორიულად შესაძლებელია, რომ ამ კოალიციის ერთმა წევრმა, ორმა წევრმა ან სამმა წევრმა მოინდომოს ცალკე თავისი კანდიდატის დასახელება. თუ ცალკე კანდიდატის დასახელება მოინდომა ერთმა წევრმა, რომელიმე ერთმა პარტიამ, ხო? და დანარჩენებმა მოინდომეს ერთობლივად დასახელება. იქნება რა? კოალიციას კი არ ეყოლება ორი კანდიდატი. კოალიციას ეყოლება იმ კოალიციას, იმ 5 პარტიას, ან იმ 4 პარტიას, ვინც მოინდომა ერთი კანდიდატის დასახელება. მათ ეყოლებათ საერთო კანდიდატი, ეს იქნება იმ 4 ან 5 პარტიიანი კოალიციის კანდიდატი. და იმ მე-6-ს, ან მე-5-ს და მე-6-ს ეყოლება თავისი კანდიდატი. ანუ თქვენ თეორიულად დაუშვით ის, რომ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური ერთეული აღმოჩნდეს ერთი ან ორი აღმოჩნდეს არა საპარლამენტო კოალიციის გარეთ. ანუ ეს ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. პარლამენტში ეს კოალიცია კვლავ შეიძლება დარჩეს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიძლება სხვა კონფიგურაციით დაალაგდეს. მაგალითად წარმოვიდგინოთ ესე, 4 პარტიამ ერთი კანდიდატი დაასახელოს და 2 პარტიამ დაასახელოს მეორე კანდიდატი. პარლამენტში გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს კანდიდატები იქნებიან ერთი მეორეს კონკურენტები. აი, ეს არის თეორიული შესაძლებლობა. მე მაინც ვფიქრობ, რომ კოალიციის წევრები მოერიდებიან ასეთ მოქმედებას და გაცილებით მეტია იმის ალბათობა, რომ ამ კოალიციას, დღევანდელ კოალიციას ყავდეს ერთი კანდიდატი, ვიდრე იმის ალბათობა, რომ კოალიციის შემადგენელ ასე ვთქვათ, სუბიექტებს ყავდეთ ცალ-ცალკე კანდიდატი. ადგილობრივ არჩევნებზე გამოთქვა ლევან ბერძენიშვილმა და ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას. მსგავსი მოსაზრება, მან თქვა, რომ შესაძლებელია დაუშვა ის ცალ-ცალკე მიიღონ პარტიებმა მონაწილეობა, რაც შემდეგ გაიკვირვა პრემიერ-მინისტრმა და თქვა, რომ ასეთ რამზე კოალიციაში საუბარი არ ყოფილა, მართლაც არ ყოფილა საუბარი. ეს არის ისევ თეორიული ვერსია. ხომ შეიძლება ასეთი რამ წარმოვიდგინოთ, რომ ადგილობრივი არჩევნებია, იქ ამოცანა სრულიად სხვა არის. ეს არის არა ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობა და შესაძლოა პარტიებმა მოინდომონ მოსინჯონ დამოუკიდებლად თავისი ძალა. ახლა ხომ ყოველთვის ცხადია, რომ ამ კოალიციის სიძლიერე საკმაოდ დიდწილად განაპირობა ბიძინა ივანიშვილის პიროვნება. იმან რომ ის არის კოალიციის ლიდერი. მოდი ახლა ვიღაცა ასე რომ მიფიქროს. მოდი ახლა მოსინჯავ ჩემ ძალას ივანიშვილის გარეშე. როგორი მხარდაჭერა მექნება? იმიტომ აქ არ არის დიდ თამაშზე ლაპარაკი ადგილობრივ არჩევნებზე. თქვათ ეს შეიძლება გააკეთოს ისეთო პარტიამ, რომელიც კარგად არის სტრუქტურირებული, რომელსაც რაიონებში ყავს თავისი წარმომადგენლობები, ხო? თეორიული შესაძლებლობა ამისა არის. თუმცა ასეთი რამე მოხდება თუ არა, დღეს ძალიან ადრევია ამაზე მსჯელობა, იმიტომ რომ ადგილობრივ არჩევნებამდე წელიწად ნახევარია დაახლოებით დარჩენილი და იმის დამიხედვით ვითარება როგორი იქნება, ალბათ მაშინ მიიღებენ გადაწყვეტილებას ეს ცალკეული სუბიექტები. ეს რაც ადგილობრივ არჩევნებში ეხება, მაგრამ პრეზიდენტის არჩევნები ის უკვე უფრო ახლოა. საპრეზიდენტო არჩევნები თუ გავიცინეთ, რომ ოქტომბერში იქნება, სადღაც აგვისტოში უკვე ყველაფერი განსაზღვრული უნდა იყოს აგვისტოს დასაწყისისთვის. და აგვისტოს დასაწყისამდე სულ რაღაც 7 თვეა დარჩენილი. ამ 7 თვეში კოალიცია, ჩვენი კოალიცია რასაკვირველია ჩამოყალიბდება და აგვისტომდე ბევრად ადრე ეწოდინება საზოგადოებას რას აპირებენ. ერთიანი კანდიდატი გამოსცეს სხვადასხვა. მიდგომა კოალიციის, ანუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, ვინც იქნება საერთო კანდიდატი კოალიციისთვის, როგორი უნდა იყოს, ანუ თვისობრივად აქამდე საქართველოში უჭერდნენ მხარს ისეთ საპრეზიდენტო კანდიდატურებს, რომლებსაც მეტი ქარიზმა ჰქონდათ, რომლებიც იყვნენ ლიდერები. ახლა როდესაც კონცეპტუალურად იცვლება ყველაფერი ქვეყანაში, სხვანაირად გადანაწილდება ძალაუფლება შტოებს შორის, როგორი უნდა იყოს მიდგომა? ვიცი არ ქსიამოვნებთ ამ თემაზე საუბარი, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ იმისთვის მაგალითად თქვენ იქნებოდი საპრეზიდენტო კანდიდატად ძალიან სასურველი, მაგრამ ამაზე არ არის ახლა საუბარი. მიდგომაც უნდა შეიცვალოს თუ არა? კეთვით, რასაკვირველია უნდა შეიცვალოს. საქმე ის არის, რომ ჩვენ 2004 წლის თებერვლამდე გვქონდა ქვეყანაში საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ანუ როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მთავრობის მეთაური იყო პრეზიდენტი. 2004-ის მერე დღემდე
გვაქვს სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, როდესაც პრეზიდენტი არა მარტო მთავრობის მეთაურია, არამედ ყველას და ყველაფრის მეთაურია. მათ შორის პარლამენტისაც. და თუნდაც არანაირი ცვლილება არ შევიტანოთ კონსტიტუციაში და მე გითხარით რომ არსებითად არის შესაძლებელი ბევრი რამ, უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს აღარ ექნება აღმასრულებელი ძალაუფლება. იქ რაც არ მოგწონს და რაც ის შეცვლაც გვინდა არის ის რომ პრემიერი იღებს ძალიან დიდ უფლებებს. მაგრამ ერთი სახე ფაქტი რომ პრეზიდენტი არ იქნება მთავრობის მეთაური და არათუ მეთაური არ იქნება. მას ის უბრალოდ ვერ ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში. რასაკვირველია, პრეზიდენტი მთავრობის მეთაური და პრეზიდენტი მთავრობის არამეთაური სრულიად სხვადასხვა ფუნქციების პრეზიდენტებია. ფუნქციურად განსხვავებული პრეზიდენტებია. პრეზიდენტი მთავრობის მეთაური მართავს ქვეყანას. პრეზიდენტი, რომელიც არ არის მთავრობის მეთაური, ქვეყანას არ მართავს. ის მისი მთავარი ფუნქცია არის არბიტრის ფუნქცია და ის ერთვება პოლიტიკაში მაშინ, როდესაც წარმოიქმნება კრიზისი მთავრობასა და პარლამენტს შორის. აი, როდესაც იქ ჩნდება დაპირისპირება, როდესაც პარლამენტში ვერ ხერხდება საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა, როდესაც არსებული უმრავლესობა იშლება და ახალი უმრავლესობა ვერ იქმნება. ამ დროს გამოდის ავანსცენაზე პრეზიდენტი და იმ უფლებებით, რასაც მას კონსტიტუცია აძლევს, აი ამ კრიზისიდან უფრო იოლად ნაკლები დანაკარგებით გამოსავალს ქმნის. აი ეს არის ეს სხვადასხვა ფუნქციის პრეზიდენტები. შეიძლება ისე ჩაიაროს თელმა საპარლამენტო პერიოდმა, 4 წლიანი პერიოდმა, რომ არც ერთხელ არ წარმოიქმნას კრიზისი. მაშინ პრეზიდენტს ასეთ აქტიურ მდგომარეობაში გამოსვლა არ სჭირდება. იქ პრეზიდენტი სხვა ფუნქციებით არის დაკავებული. მაგალითად არის არააღმასრულებელი სახელმწიფო ინსტიტუტები. აი ეს მარეგულირებელი კომისიები არის, თქვა, სასამართლოების სისტემა არის. აი მათ ფორმირებაში მონაწილეობს ხოლმე პრეზიდენტი, მაგრამ არ ეხება ანუ სხვა ტიპის პრეზიდენტი უნდა ყავდეს. აბსოლუტურად სხვა ტიპის პრეზიდენტი უნდა ყავდეს ამას და ბოდით ასეც თქვათ, იმ ადამიანს, ვისაც სურს, რომ მუდმივად აქტიურად მონაწილეობდეს ხელისუფლებაში და მუდმივად მართავდეს. უწყვეტად მართავდეს ქვეყანას, ის არისურვებს ხოლმე ასეთი პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას. და თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ევროპის ქვეყნებს, ევროპის საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორი ტიპის პიროვნებები ხდებიან პრეზიდენტები. ესენი არ არიან ქარიზმატული ლიდერები. ისინი აი აქტიურ აღმასრულებელ საქმიანობას არ ეწევიან და ისინი ჩრდილში დგანან უფრო. აი ეს განასხვავებს კანდიდატებს, რა ტიპის ვინ რა შემთხვევაში შეიძლება განაცხადოს, გარაზე განაცხადოს პრეტენზია. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვას ვახტანგ ხმალაძე პასუხობდა, რეკლამის შემდეგ საუმე ასათიანთან ერთად დავბრუნდებით. თავარ კითხვას რადიო თავისუფლების ჟურნალისტი საუმე ასათიანი უპასუხებს, რომლის თბილისში ყოფნითაც ვისარგებლეთ. საღამოშტობისა საუმე, გილოცავთ თქვენს გილოცავთ ახალ წელსა და შობას. მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ მთავარი მოვლენით. 2012 წელს, მე მგონი პირველად საქართველოს ისტორიაში, უახლეს ისტორიაში მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა, რაც აღნიშნავს ყველა როგორც ერთ-ერთ დემოკრატიულ მიღწევას. მაგრამ იშვიათად საუბრობენ იმაზე, რა დგას ამის უკან, ანუ რა დგას იმის უკან, რაც მოხდა 1 ოქტომბერს. თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გაქვთ ძალიან საინტერესო ბლოგები დაწერილი. დიდი მადლობა. მე ვთვლი, რომ რამდენჯერაც არ დააღნიშნო ამ ფაქტის მნიშვნელობას, მაინც არ იქნება გადაჭარბებული, ვინაიდან ეს ობიექტურად ძალიან დიდი მიღწევაა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სხვა გზაზე, ნუ ხა პირველ არჩევნებს თუ არ ჩავთვლით საბჭოთა კავშირის დაგროვის შემდეგ, მართლაც რეალურად მოხდა ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით, მით უმეტეს აი ესეთ პოლარიზებულ, დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდს, რომ მოყვა შემდეგ პრინციპში მშვიდობიანი არჩევნები ხო, არჩევნების მეტნაკლებად რასაკვირველი იყო ძალიან. მოლოდინი იყო სხვა. მოლოდინი სხვა იყო და ნუ ინციდენტ ესეც ვერ ვიტყვით, რომ სუმთლიანად ხავერდოვანად ჩაიარა. ხაშური გვახსოვს თუნდაც სხვა თუ, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით რასაკვირველია, ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ფორმალურად, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ მოქალაქეებმა უბრალოდ
პრაქტიკაში გამოსცადეს თავიანთი ნების ზალა იმ ცვლილების შესაძლებლობა ისი მოხდენაც მათ შეუძლიათ, მათ ნებას შეუძლია. ასევე მე ვთვლი რომ მათ გამოავლინეს ჩვენი ქვეყნის ჩვენმა თანამოქალაქეებმა ჩვენ ყველამ გამოავლინეთ საკმაოდ მაღალი კულტურა, ეს სამოქალაქო კულტურა, არჩევნების დღეს ეს მაღალი ორგანიზებით სიმშვიდით. ანუ ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღე იყო თავისთავად. ასევე ნაციონალურ მოძრაობასაც რასაკვირველია ჩაიწერება ეს მის პოლიტიკურ ისტორიაში, სწორედ მისი მმართველობის პირობებში მოხდა ეს პირველი ცვლილება არჩევნების მშვიდობიანად ხელისუფლების არჩევნების გზით მშვიდობიანად, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ დაგვავიწყდეს რა უწყოდა ამას წინ, ხო, რაღაც რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება, იგივე კონტროლის პალატის ნაბიჯები და აღარჩევებმოდები ყველამ კარგად იცის. თუმცა მეორე მხრივ ხა მე ის ამას დავწერე ერთხელ, აი თავისთავად აი ესეთი დიდი აღფრთოვანება და ენთუზიაზმი, რომ ყველა ამას აღნიშნავდა უცხოელები პირველ რიგში. თითქოს ცოტა გაუკვირდა კიდევაც ყველას უცხოელებსაც და ჩვენ ქვეყნის შეგნითაც ქართულ ექსპერტებს, ძალიან ბევრ პოლიტიკოს, რომ აი როგორ დათმო ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორ გადააბარა ხელისუფლება, რაც მიუთითებს ჩემი აზრით ცოტა არ იყოს დაბალ მოლოდინზე. თუმცა ალბათ ისევ წინასაარჩევნო პერიოდი იძლევა. რასაკვირველია, არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდი, ჩვენი რეგიონიც იძლევა ამის ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ეს მართლა დიდი მიღწევა იმ რეგიონიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ჩვენ ვართ, ხო, საბჭოთა პოსტსოციალისტური ძალიან რთული წინაღობებით სავსე პოლიტიკური ტრაექტორია გაიარა ყველა ამ ქვეყანამ და ზოგი ქვეყანა, თქვა შუა აზიის სახელმწიფოები კიდევ უფრო მეტად ავტორიტარული და ტოტალიტარული გახდნენ, ვიდრე საბჭოთა დროს იყვნენ, მაგრამ ხა ჩვენ მაინც დემოკრატიის შუქურას გვიწოდებდნენ და მოვიაზრებოდით როგორც რაღაცა ლიდერი ქვეყანა და აქედან გამომდინარე ცოტა უკვე ძალიან დიდხანს გაგრძელდა რა ეს რაღაცა ენთუზიაზმი. გულდასაწყოდი იყო თქვენთვის ეს? ინდიკატორი იყო იმისა, რომ პრინციპში შეიძლება ბევრს არც სჯეროდა ამ შუქურობის ძალა, იმიტომ რომ ხა დიდი შუქურობა არ ჭირდება იმას, რომ როცა წააგებ არჩევნებს დათმო ხელისუფლება. თუმცა შემდეგ იყო საუბარი იმაზე, რომ სწორედ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა საელჩომ ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ მშვიდობიანად ჩაევლო პროცესი. რასაკვირველია, დასავლეთის როლი ძალიან დიდია და ძალიან მნიშვნელოვანია ამაში, თუმცა ძალიან ალბათ ძნელი იქნება სათითაოდ რომ ყველას ნაციონალურ მოძრაობასაც არ უნდა დაუკარგოთ ჩემი აზრით ეს, რომ ნამდვილად ყველაფრის მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად, პრეზიდენტის გამოსვლაც პირველი, როცა მან თქვა, რომ ისინი გადადიან ოპოზიციაში, ფორმალურად ნამდვილად იყო ესეთი ლიდერის გამოსვლა, რაც ფორმალურად მნიშვნელოვანია, სიმბოლური ფორმალური თვალსაზრისით. თუმცა ეს რასაკვირველია, არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე იყო ან მანამდე, ან მას შემდეგ იგივე ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის ქმედებებში და ნაბიჯებში. არჩევნები დასრულდა მშვიდობით მართლაც, მაგრამ დაიწყო ძალიან რთული, კიდევ უფრო რთული პოსტსაარჩევნო პერიოდი, გარდამავალი პერიოდი, რომელიც გრძელდება დღემდე. ამ პერიოდზე რა სიტყვით, რა ცვლილებები მოხდა და რა საშიშროებები ახლავს წინა სტუმართან ჩვენ ვსაუბრობდით მაგალითად პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხეზე. ჯერ ცოტა ხანია გასული და ძალიან ბევრ რაღაცაზე არის საჭირო და აუცილებელი საუბარი ხა ალბათ მაინც პოზიტიურით დავიწყებ, რაც ჩემთვის პოზიტიური სიმპტომებია, მხოლოდ თუმცა ყველა შემთხვევაში მაინც უნდა დავაყოლოთ ის, რომ ეს ძალიან ცოტა დროა გასული და ჯერ ძალიან ნაადრევია მართლა დასკვნების გამოტანა, მაგრამ რამდენიმე თვალსაზრისით ჩემი აზრით იკვეთება მართლა პოზიტიური სიგნალები, თუმცა უფრო მეტი საფრთხეებია და ამაზე შემდეგ ვისაუბრებ. აი მაგალითად ის, რომ თავარი თემა რაც იყო, რამაც განაპირობა კიდევაც დიდწილად არჩევნების ბედი, ხო? წამების პრაქტიკა მე მგონია რომ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე აღკვეთილია და აღარ გვაქვს შეხება წამებასთან საპატიმროებში ამავე დროს ხა წამება ეს უბრალოდ მახინჯი გამოხატულება იყო იმ ძალისმიერი პოლიტიკის რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ჩვენი მთავრობა სამწუხაროდ განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე ატარებდა ხო ეს იყო მართლა გროტესკი სადღაც ჯურღმულებში გამოხატული თუმცა მას ჰქონდა უფრო სხვა ფორმით უფრო ნელი ფორმით მაგრამ მაინც აი სახელმწიფოს ძალა რეპრესიული მექანიზმების პოლიციის ეს თქვა რაღაცა მნიშვნელობის გაზრდა აღარ ლაპარაკობ მიტინგების დარბევაზე და ასე შემდეგ ხო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე რა ყველა სუბიექტურად აღვიქვათ ხო და ემოციურად მოვლენებს აი ცაიშის ინციდენტი როდესაც მოხუცქალს ესე გაუსწორდნენ სოციალურად დაუცველ აბსოლუტურად უმწეო ჩვენ თანამოქალაქეს ხა შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ერთეული შემთხვევა იყო თუმცა ყველგან ვიცით რომ არ იყო მაგრამ ერთეული შემთხვევაც კი რომ მოხდა ესეთი ეს ძალიან დიდი დრამა და დიდი პრობლემაა ქვეყნის. მე მგონია რომ აი ესეთ სიცასტიკესთან, ესეთ რაღაცა ძალის დემონსტრირებასთან და ფეტიშთან აღარ გვაქვს საქმე, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიური მოვლენაა. მეორე ასევე პოზიტიური სიგნალია მედიაში, ჩემი აზრით. აი ეს
მე არ გულისხმობ რომ მედიის თქვა ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ან წინ გადავდგით ნაბიჯი იმ კუთხით რომ როგორც უნდა იყოს მედია დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხო თავისთავად ძლიერი ინსტიტუტი მიბმული არის რომელიც არ არის მიბმული არც რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არც ბიზნეს წრეებთან არამედ თვითონ ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას თავისთავად არის ძლიერი ინსტიტუტი ჩვენ ეს არ გვქონია და არ გვაქვს არც დღეს მაგრამ აი ის საოცარი პოლარიზება როგორც ქონდა და ის ვულგარული უკვე მართლა წრეგადასული პროპაგანდა 20 წუთიანი სიუჟეტები ხო პრეზიდენტ სააკაშვილზე როგორ გახსნა სადღაც რაღაც ხალხანა თუ შადრევანი ამასთან აღარ გვაქვს შეხება ესე ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე ასევე პოზიტიური ფაქტორი თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სიმბოლური და აქაც ძალიან ბევრი სიფრთხილე გვმართებს რომ რაღაცა ზედმეტ ოპტიმიზმში არ გადავარდეთ ჩემთვის არის ის რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ არის სირცხვილი და აღარ ითვლება რაღაცა საბჭოთა გადმონაშთად იმის თქმა რომ თქვა ჩვენ მაშენებთ სოციალურ სახელმწიფოს ან სოციალურ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს და ეს არის მთავარი თქვა პრიორიტეტი. ეს ითვლებოდა ეს არ იყო მოდური ვსვათ ეს არ ითვლებოდა რაღაცა მოდერნიზაციის გზაზე მდგარი სახელმწიფოს რიტორიკად. ეს ითვლებოდა უფრო რაღაც საბჭოთა გადმონაშთად და ეს ჩემი აზრით მართლა მნიშვნელოვანი მონაპოვარია მხოლოდ დისკურსული, იდეოლოგიური, რასაკვირველია ყველა უნდა ძალიან ფრთხილად ვიყოთ რომ ეს არ გადაიქცეს თქვა პოპულიზმად, რაღაცა გაჭირებულებთან ერთად დგომის მხოლოდ რიტორიკად ამას ეს რეალური შედეგები არის ზარალოს ეკონომიკამ ამის პარალელურად ბევრი რამ არის საფრთხილო მაგრამ თავისთავად ის რომ დღეს ბევრს ვლაპარაკობთ სოციალურ პრობლემებზე მათი გადაჭრის გზებზე ეს აღნიშნულოვანია და დადებითი ჩემი აზრით. რაც შეეხება პრობლემებს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამის შესახებ ასევე შესაძლო საფრთხეების შესახებ თუმცა სარეკლამო ბლოკის შემდეგ მთავარ კითხვას სალომე ასათიანი რამდენიმე წუთში გასცემს პასუხს. სალომე ასათიანი პასუხობს მთავარ კითხვას სალომე რაც შეეხება საფრთხეებს და პრობლემებს. პირველი რეაქცია უბრალოდ დავასრულებ ჩემ შეკითხვას დასავლეთის მხრიდან იყო მას შემდეგ როდესაც დაიწყეს დაკავება იმ ადამიანების ვინც ასოცირდებოდა ნაციონალურ ხელისუფლებასთან. თქვენ თუ ხედავთ ამაში საფრთხეს თუ ვერ ხედავთ რადგან ხელისუფლება ამბობს რომ არ არის ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებული და მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები პროკურატურას აქვს დამადასტურებელი საბუთები მაგალითად ამის. ისიც საფრთხეს რასაკვირველია ვხედავ და ყოველთვის უნდა ვხედავდეთ და ყოველთვის უნდა ყველა ვიყოთ ძალიან ფრთხილად მით უმეტეს ჩვენ ვითარებაში ვინაიდან ხართ თავარი საფრთხე გეოპოლიტიკურ და საგარეო საფრთხეებზე არ ვლაპარაკობ და ეს ამნიშნულოვანი თემაა თავისთავად თუმცა დღეს ამის რო არ გვექნება ხო დასავლეთი და რუსეთი და რუსეთთან ეს სერიოზული საფრთხეა და ძალიან საფრთხილო და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას მართლა ისმის რაოდენ რთულ დილემას არის შეჭიდებული თქვა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით მაგრამ რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ საფრთხეებს ეს მართლაც აი სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება დიდწილად ინსტიტუციური, ეს თქვა სიმყიფე და ინსტიტუციების არარსებობა, ის მემკვიდრეობა ინსტიტუციური თვალსაზრისით, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გადააბარა ქართულ ოცნებას. ხო რეალურად ჩვენ ამ 9 წლის განმავლობაში ვერადავერ მოხერხდა ის, რომ შექმნილიყო რაღაც ფუნქციური, გამართული, გამართულთან ახლოს მყოფი მაინც ინსტიტუტები. სასამართლო, აღმასრულებელი, სხვადასხვა ხელისუფლების სხვადასხვა შორის ძალაუფლების დანაწილება, ხო ეხლა რაზეც ჩემი წინასწომარი საუბრობდა ძალიან გასაგებად. ყველაფერი იყო კონცენტრირებული აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, რასაც რაღაც პოზიტიური შედეგებიც მოყვა, თქვათ ინფრასტრუქტურული პროექტები თუ რეფორმების სწრაფად გატარება, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან მიიღო ძალიან მახინჯი ვერტიკალის ფორმა. აბსოლუტურად გაუმჭვირვალე რამდენიმე ადამიანის ხელში მოქცეული ძალაუფლების ვერტიკალის, რომელიც პრინციპში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს სათავისოდ ჰქონდათ მოწყობილი, მათ ვერ წარმოედგინათ რომ ისინი მალე დაკარგავენ ხელისუფლებას და სრულიად თქვათ კომფორტულად ეს ვერტიკალი იყო მათ ბირთვის გარშემო, მათ ნებაზე დამოკიდებული. ეხლა აი ეს ვერტიკალი, აი ეს გვაქვს მოცემულობა, კი არის ამ ახალ ხელისუფლებაში რიტორიკის დონეზე ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თქვათ უნდა მოხდეს მართლა დეცენტრალიზაცია, სასამართლო უნდა განთავისუფლდეს, თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენ თითქმის არაფერი არ ვიცით, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას, ხა ის რომ დაუშვათ კეთილნებას გამოავლენს იუსტიციის მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი და აღარ დაურეკავს და აღარ ჩაერევა, კეთილნებაზე ვერ ვიქნებით მუდამ, ხო დამოკიდებულები უნდა იყოს სერიოზული ნაბიჯები გადადგმული ამ კუთხით. და მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით ვარც თქვას არ აუხსნიათ ჩვენთვის არ უთქვათ რას აპირებენ და როგორ და რაც შეეხება ხა დაჭერებს და დაპატიმრებებს მე მგონია რომ ხალხმა ხელისუფლებამ ვერ გაართვა თავი ჯერჯერობით ვერ გაართვა თავი ამ ამოცანას სათანადოდ ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს ეს ყველაზე რთული ალბათ ამოცანა იყო იმის გათვალისწინებით პოლიტიკურ ამნისტიაზე ლაპარაკობს უკვე ხელისუფლება სალომე გასაგებია მე ვლაპარაკობ აი წინ კი ეხლა ლაპარაკობს უკვე მაგრამ აი და აწი რაც მოხდება იმისგან
მიუხედავად მე ძალიან იმედი მაქვს რომ მოხდება მართლაც რაღაცა პრიორიტეტების განსაზღვრა და უფრო მნიშვნელოვანი დანაშაულის ნაკლებად მნიშვნელოვანისგან განცალკევება და თქვათ იმ გახმაურებული საქმეების რომელთაც ყველა ვიყავით შეზრწუნებული და აღშფოთებული ხო თქვათ ქიმერიძის საქმის ასათიანი კვინტრაძის ამაზე ეს არც უხსენები არავის მაგრამ ჯერჯერობით ისე გამოჩნდა ამას კიდევ ვიმეორებ შეიძლება ქონდეს ობიექტური მიზეზები უფრო მარტივი იყო უფრო ახალი მომხდარი იყო მაგრამ ხელისუფლებამ ჯერჯერობით მოაქცია ყურადღება ძირითადად იმ შემთხვევებს რომელიც მას პირადად შეეხო ან ბიძინა ივანიშვილს შეეხო პირადად ქართულ ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის დაბრუნება სატელეფონო მოსმენები გასაგებია რომ ეს უფრო ადვილი გამოსაძიებელი იყო ვიდრე თქვა სხვა სკანდალური თემები მაგრამ ესეთ ვითარებაში აი ახლად მოსული ხელისუფლება უსამართლობის განცდის შემსუბუქების დაპირებით მოსული ხელისუფლება ჩემი აზრით უფრო ეს თქვა სიმბოლური განზომილებაზეც უფრო მეტი უნდა ეფიქრა აი რას მიანიჭებს პირველ პრიორიტეტს რას გამოიძიებს რას რომელი კუთხით დაიწყებს სამართლებრივი საუბარი იმაზე რომ იმ გახმაურებული საქმეების ძიებაც მიმდინარეობს მაგრამ ისინი გახანძლივდა უფრო მეტად დროში თუმცა ჯერჯერობით მოცემულობა ესეთი გვაქვს რომ არის როგორ არის გირგულიანის საქმეზე გვეუბნებიან რომ მალე უნდა იყოს კონკრეტული შედეგი და კი რას მე არ ვამბობ რომ არა მე ეს უბრალოდ არ მგონია რომ ჯერჯერობით ჩვენში მოქალაქეებში უფრო გაზრდილიყო ძალიან სუბიექტური დაკავშირება ესეც არის აუცილებლად გამოკვლევა ჭირდება მაგრამ აი ნდობა იმისა რომ მართლა სამართლო მოქმედებს და რომ მართლა რაღაც დეპოლიტიზაციისკენ მივდივართ ჯერჯერობით ვინაიდან ჯერჯერობით სასამართლო მაინც ასე ვთქვათ ანგარიშს ასწორებს ძველი და მე არ ვამბობ რომ არ არის გასასწორებელი ხა იგივე ქართულთან მიმართებით ბევრი რამ მართლა ძალიან გროტესკული და საშინელი გაკეთდა მაგრამ პრიორიტეტების ამბავია და ეს ვთქვათ სიმბოლური ნუ ზოგი ამაშება პიარიც კი დაარქვა და ნაბიჯების კიდევ ერთი თემა საუბრობთ დრო არ გვაქვს ბევრი და არ მინდა რომ გვერდი ავაქციოთ ამ თემას ეს არის კრიტიკული ბლოგი თქვენი ძალიან საინტერესო ბლოგი იმ კონფლიქტების შესახებ რომელიც იყო წარმოქმნილი რელიგიური ნიადაგზე ორი იყო ასეთი კონფლიქტი მაშინ ეჭქვეშ დააყენეთ ისიც რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო პროვოცირებული თუმცა მართლა დაემთხვა იმ პერიოდს როდესაც მართლა რეალურად ხდებოდა გარკვეული პროვოკაციები ახალი ხელისუფლების მიმართ რაში შეცდა ყველაზე მეტად მაშინ ხელისუფლება რადგან კრიტიკა იყო ძირითადად სწორედ თქვენ ბლოგში იცით რა ეჭვის ქვეშ არ დამიყენებია მე არ ვიცი პროვოცირებული იყო თუ არ იყო მაგრამ მე ვთვლი რომ ეს არის ნამდვილად მეორე ხარისხოვანი პროვოცირებული იყო თუ არ იყო ვინმეს მიერ რატო რადგან საფუძველი მიეცა თუნდაც თუ ეს პროვოცირებული იმიტომ რომ საქმე გქონდა უმცირესობის ჩვენი ქვეყნის ჩვენი თანამოქალაქეების მუსლიმი თანამოქალაქეების უფლებების პირდაპირ შელახვასთან რომელზეც სახელმწიფო მთავრობამ ჯერ თვალი დახუჭა გვანზე გადგა თქვა რომ მე ამაში არ ჩავერევი თუმცა მისი პირველი მოვალეობა რომ სწორედ ჩაერიოს და განმუხტოს და თუმცა შემდეგ ჩავიდნენ და ჩემი აზრით სულად სამარცხვინოთ მოიქცა ეს ორი პარლამენტარი ბატონი ჯაჭულიანი და კიდევ ერთი ჯაფარიძე რომელიც იქ ჩავიდა და თავს უქნევდნენ და ეთანხმებოდნენ ქრისტიანებს რომლებიც ამბობდნენ რომ აქ ისე გამწვავდა მდგომარეობა რომ სისხლი დაიღვრება აქ საშინელება მოხდება განმუხტვის ნაცვლად მართლა ცეცხლზე ნავთი დაასხეს იქ რომ ჩასვლის შემდეგ და მთავარი შემდეგ ჩვენ როგორც მოგვაწოდეს ძალიან დიდი ტრიუმფით და ესე ვთქვათ საზეიმო განწყობით რომ ჩვენ განმუხტეთ ეს კონფლიქტი გვითხრეს თუმცა შემდეგ გაირკვა რომ კონფლიქტი განიმუხტა იმ კუთხით რომ მუსლიმებს სხვა სოფლებიდან საქართველოს ცხოვრებ მუსლიმებს აიქ შეეზღუდათ წინწყაროში ჩასვლის უფლება სალოცავად მაგრამ ახლა ფაქტია რომ პროტესტს არავინ არ გამოთქვამს რატომ თქვენი აზრით არ ვიცი ამაშობები შეიძლება დაშინებულები იყვნენ უმცირესობის წარმომადგენლები შეიძლება მათ არც იცოდნენ უბრალოდ რომ მათი ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება დაირღვა ჩვენთან არ არის ესეთი სამოქალაქო შეგრძნება და განცდა რომ ფაქტია რომ მათ არ ეშინოდათ იმ დღეებში გამოეთქვათ მათ ეშინოდათ ამაზე ტოლერანტობის ცენტრმაც გაავრცელა განცხადება იქ მართლა პირდაპირ მუქარა იყო ქრისტიანების მხრიდან რომ აქ არ შეიკრიბებით, აქ არ შეიძლება ჩვენ გვაწუხებს. ისეთ ამას თავისი პროცედურა აქვს ყველაფერს. მართლა ისეთი ხალხმრავალია და ისეთი ხმამაღალია, რიტუალი იქნება ეს დისკოთეკა არ აქვს მნიშვნელობა. ეს რეგულირდება, გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსში, ხო თუ მართლა ისეთი ხმამაღალია, შეიძლება რომ აღიძრას სარჩელი, გაჩუნდეს, ან ხალხმრავლობა შეიზღუდოს, მაგრამ მარტო იმიტომ რომ უმრავლესობას ეს არ მოწონს, ამიტომ გადაადგილების უფლების შეზღუდვა და დაწესება რა თქმა მარტო მიცვალებულის გასვენების დროს
და რაღაცა რელიგიურ დღესასწაულებზე ჩახვალთ, ყველა საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება კონსტიტუციით გარანტირებული, სადაც უნდა როცა უნდა ჩავიდეს, თუ არ არის საგანგებო მდგომარეობა და საომარი მდგომარეობა და თავისი აღსარებლობა თავისუფლად მოახდინოს, ვთქვათ, პრაქტიკა რელიგიური რიტუალების. აქ ალბათ მთავარი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს საუme, რა უნდა გააკეთოს ამ თუ ნებისმიერმა სხვა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მინიმალური იყოს რისკი ესეთი კონფლიქტების და მინიმალური იყოს რისკი იმისა, რომ უმცირესობის ან ვინმეს უფლებები შეიზღუდოს. მკაფიოდ დადგეს სამართლის, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო უფლებების დამცველის, ესე ვთქვათ, როლში და მაგალითად არ მიანიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან, ყველაზე ექსტრემისტულ რელიგიურ ორგანიზაციასთან და იგივე მალხაზ გულაშვილთან, ჩემი აზრით სრულიად ოდიოზო ფიგურასთან დაახლოებულ პატიმრებს. მე მივესალმები მათ ამნისტიას და ვადაზე გამოშვებას, მაგრამ პოლიტპატიმრის ვინაიდან ისინი მართლა ძალიან დიდი ვადაც შეიძლება ქონდათ მისჯილი, მათი წამახალისებლები, სასულიერო პირები დაჟის ნაცვლად დააჯილდოვეს კიდევაც და ერთ-ერთ მათგანს მამა დავით ისაგაძეს გამშვენებული ჯვარიც კი მიანიჭეს, ანუ მართლა უსამართლოდ შეიძლება ვთქვათ, რომ იყვნენ დასჯილები ახალგაზრდები, რომლებიც არ მიუნიჭებია ჯვარი დავით ისაგაძეს. ხელისუფლებას არ პატიმრებმა მიანიჭა, მაგრამ ხელისუფლებამ ამ პატიმრებს მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი, რაც თავისთავად ძალიან საპატიო სტატუსია, ნიშნავს პოლიტიკური მწამსის თუ რელიგიური მწამსის შედეგად დისკრიმინირებულ ან დევნილ ადამიანს, რაც არის წახალისება რეალურად რელიგიური ექსტრემიზმის. ესენი უნდა ჩემი აზრით გამოეშვათ, ამას მე მივესალმები, მაგრამ უნდა მათთვის და მთელი ქვეყნისთვის, ყველასთვის, უმცირესობა უმრავლესობა სულ ერთია. ამ შემთხვევაში ძირითადად მაინც უმრავლესობაზე ვლაპარაკობთ, განემარტა ძალიან მკაფიოდ, რომ სახელმწიფო არ მოითმენს დისკრიმინაციას, ვინმესი, ნებისმიერი კუთხით რელიგიური იქნება ეს თუ ეთნიკური თუ სექსუალური თუ ნებისმიერი და სახელმწიფო დაიცავს ეს რაღაც განსაკუთრებულს კი არ ვიტყოდ, ეს მისი ფუნქციაა, სახელმწიფოს ფუნქციაა, მისი ყველა მოქალაქე იყოს დაცული და უმცირესობა ხშირად, იმიტომ არ ხდება ხოლმე პრობლემის, ესე ვთქვათ, რანგში, იმიტომ არის, რომ უმცირესობა ხშირად უფრო დღეს უყვართ ხოლმე ეს ფრაზა, ხო, მოწყვლადია, უფრო მეტად შეიძლება რომ მისი უფლებები შეილახოს უმრავლესობის მხრიდან, მით უმეტეს ჩვენ კონტექსტში, როდესაც მართლა ეს ვთქვათ იდეოლოგიური ბირთვი ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის, ვთქვათ, ლიბერალური ადამიანის უფლებებზე დამყარებული სამართლიანი, ჩვენთან მაინც რაღაც ეთნონაციონალისტური რელიგიაზე ორიენტირებული განწყობები ჭარბობს და აქედან გამომდინარე იყო საჭირო. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ საუბრის დრო აღარ გრჩება. თავარ კითხვა საუმე ასათიანი პასუხობდა, მე ხვალამდე გემშვიდობით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.